მე ვიცი თქვენი გულის ტკივილი. მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში. არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ. მინდა შეგახსენოთ, რაც არჩევნებამდეც განვაცხადე. მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს. ბიძინა ივანიშვილმა ეს განცხადება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე გააკეთა, მას შემდეგ 3 თვეზე მეტი გავიდა. რა შეიცვალა ქვეყანაში, გაუმჯობესდა თუ არა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა. ჩვენ ხალხს აზრი კასპში ვკითხეთ. ცხადია, სოციოლოგიური კვლევა არ არის. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით რამდენიმე რესპონდენტი გამოგიხეთ. რას ამბობენ კასპელები ხალხის ხმათ რეალეთზე? მე რასაც გეტყვით, ეხლა თანსათვალე მოვიხსნა ჩემმა შვილებმაც რომ მიცნონ, არ ამოსჭრათ. ის ბიძინა ივანიშვილი გაუმაძღარი ღორი რუარი, აი არ ამოსჭრათ. რო ვერაფრით ვერ აძღება, სულ ყველაფერს რო ითვისებს. გელი კაცი რუარი. მისცეს გლეხსა ცოტა კაპიკები რო წამალი იყიდოს და შიერი მწყურვალი ხალხი არ დადიოდეს. აი εμას ვიძახი მეც არაფერსა. როგორი არის მოსახლეობის მდგომარეობა? სოციალური მდგომარეობა? უკან მიდის ჩვენთვის ყველაფერი. არაფერი ჩვენ არ გაგვაჩნია. სარწყავი წყალი ჩვენ არა გვაქვს, დასალევი წყალი ჩვენ არა გვაქვს, გზა ჩვენ არა გვაქვს. ცენტრებში დადგეს ურნები, რომ ნაგავი ჩაყარო. ის ნაგავი სად უნდა მოვაგროვო თუ საჭმელი არ მექნება? იმ ურნაში რა უნდა ჩავყარო? სოციალური ფონი როგორი არის ქვეყანაში? ძალიან ცუდი, ძალიან. აი ხლა მქალბატონს უსმენდი და ვეთანხმები ამის გამოსვლას. ძალიან ცუდი. გავიდნენ ხალხში იკითხონ, ნახონ რა ცუდი მდგომარეობა რეგიონებში საერთოდაა. ალბათ ზოგიერთი კლანისთვის არის კარგი ეს მთავრობა და მეტისთვის უარესობისკენ წავიდი, ჩემო კარგო. უარესობისკენ. მარტო ის ერთი განულება ხომ არ იყო ვითომ ბანკებში რომ გაანულეს. დანარჩენები ნახონ რომ თუ ოცნებას არ ემხრობიან, ყველას ხსნიან სამსახურებიდან. ესე როგორ შეიძლება? ეს ქვეყანა ოცნება და ნაციონალები არ არის მარტო. სულ ყველანი ერთი საქართველოს შვილები ვართ. სოციალური მდგომარეობა ეხლა რო არის უაღრესად გაჭირვებული, ასეთი გაჭირვებული მე 80 წელში ვარ არ მინახია. აი ესეთი გაჭირვებული არ მინახია. აი ეხლა ამ წუთში აფთიაქში ხალხი შემოვიდა და ტიროდა. ერთი წამლის ფასი 17 ლარი არის ერთი ტაბლეტი. აი ეს ბიჭი შემოვიდა ტიროდა, ლამის დავიცვი. რამ განაპირობა ეს? რამ განაპირობა და ჩვენი ხელმძღვანელების, ჩვენი მთავრობის უნიათო წინ დაუხედავმა პოლიტიკამ. სხვა არაფერი არ განაპირობა. ეგა ერთმანეთს ვარჩენთ, ერთმანეთს უფრთხილდები. აი ეს ღარი ჩვენი გადასარჩენი. რომ შენ მე დამეხმარო, მე შენ სხვა გადასარჩენი. რას ეთყოდით მთავრობას ახლა ხელისუფლებას? თუ გონს არ მოეგნენთ, თუ გონს არ მოეგნენ, ეგენი. ძალიან ცუდად დაუმთავრდებათ. მე იმას ვერჩი, არ მინდა რომ ცუდად დაუმთავრდეთ და ცოტა გონს მოეგნენ და ხალხისკენ მოიხედნენ. აი იმას ვეთყოდი მეც. ხალხი ძალიან ცუდი მასშია, აი რასაც ვერ ხედავს და რასაც აი გაჭირვება, შიმშილი ავადმყოფობა, ყველაფერი ერთი რაღაცა პენსიას მოგვიმატებს, მე ისე გაგვაკარგ. ეს არის აიცით როგორი ჩემო კარგო. საქანელაზე ბავშვო დასვამ, იმას უფრო უკეთესი პირობებს შოვნის. მე არ ვიცი დედი რა მოხდება და როგორ იქნება. მერტ მაგნოს რომ სიკეთისკენ წავიდე, საქართველო დაღლილია, ეყოფა მას ამდენი ასე რომ თქვა ჭამა. ჩვენი ქართველი ახალგაზრდები რატო უნდა იყვნენ სხვაგან? აზი საქართველოში იყოთ. უჭირს, მაგრამ რა თქმა უნდა 200 ლარი პენსია რო ექნება. წამლებზე არ აყოფნით ხალხსა და გაჭირვებულია ხალხი. აბსოლუტურად. ყველა პენსიონერი გაჭირვებულია. საკვები პროდუქტები ხელმისაწვდომია მოსახლეობის უმეტესობისთვის. გასტრონომიაში კი ყველაფერი არის, მაგრამ ფული არის. ყიდულობს ხალხი თუ ვერა? ნაწილობრივ. რას ეთყოდით ხელისუფლებას ახლა თქვა? პენსიები გააზრდონ და პრემიები რა ქვია, რო იღებენ, იმას თავი გაანებონ, რო პარპარშებენ თვითონა. ხალხს მიხედონ, ხალხსა. პარლამენტში იმხელა ხელფასები აქვს, პრემიები აქვს, მთავრობაშია. მიხედონ. 10 ლარის მომატება უშველის. მინისტრი გამოვიდა, ჯანდაცვის მინისტრი, პენსიონერებზე უფასო იქნება წამლები, არის? კითხვას უსვამ, არის? გაუარესებული რა თქმა უნდა.
საკვები პროდუქტების ყიდვას შეუძლია მოსახლეობის უმეტესობა საკვები პროდუქტების ყიდვა? არ შეუძლიათ, არა, ძალიან გაჭირვებულია ხალხი, ყველაფერი ენატრებათ. მიზეზი რა არის თქვენი აზრით? მთავრობა. ძალიან უჭირს ხალხს, ძალიან. ზოგადად ძალიან უჭირს ხალხს, ჭირს სამსახურები. თუ ხარ დასაქმებული კერძო კომპანიაში ხარ დასაქმებული. ყველაფრის ყიდვა უჭირს ხალხს აბსოლუტურად, ელემენტარული საჭმლის ყიდვა. ჯასაცმელი პირველადი მოხმარების ნივთები გადასახადები. ხელმისაწვდომი არის საკვები პროდუქტები მოსახლეობის უმეტესობისთვის. ხელმისაწვდომი იყიდება, მაგრამ ხალხი ვერ ყიდულობს. ვერ ყიდულობს, ყველაფერი იყიდება, მაღაზიები ბევრია, ბაზარიც არის შემოყვანილი, მაგრამ ყიდვით ვერაფერს ვერ ყიდულობს. ძალიან კატასტროფული მდგომარეობაა, მარტო კასპში კი არა, საერთოდ მთელი საქართველოს მასშტაბით, რასაც ვაკვირდები. თბილისშიც იგივე სიტუაცია, ყველგან იგივე სიტუაცია. რაც უფრო დრო გადის, ჭირდება და ჭირდება ცხოვრება. ქართული ოცნება ხელისუფლებაში ყოფნის მე-7 წელს ითვლის 2012 წელს წინასაარჩევნოდ, ახლა უკვე მართველი პარტია მოსახლეობას ოცნების კოშკებს უგებდა, თუმცა ხალხის მოლოდინი რომ არ გამართლდა, ეს ჩვენ უკვე მოვისმინეთ.